ჩემი ფიქრები იყო ის, რომ სანტისთან ერთად ეხა რაღაცა მე არ უნდა მომივიდეს და უნდა გაუშვო სახლიდან და მე მითხრან ყველაფერი, მე გაუსწორო თვალი და მე მოხდეს ის, რაც უნდა მოხდეს რა. ეგ იყო ახსოვს. ალბათ ერთხელ და ბოლოჯერ შევეხები ამ თემას, იმიტომ რომ ყველა ჯერზე ამის გახსენება არის იმ მომენტშიც კი, როცა რაღაც არ უშვებდი ამას ბოლომდე, რომ ეს ჩემს თავს მოხდა. მე თვითონ ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ლაშას დედაც იქვე ერთად ვიყავით, რომელსაც ვხედავდი, რომ ისე ცუდად იყო და რომ ხო მოკლედ ძალიან ისეთ სიტუაცია იყო და მასაც არ ქონდა ეს ყველაფერი. უпростоრედ არ იღებდა დიდხანს. არც მე ვიღებდი ალბათ დიდხანს და ამ ყველაფერსაც იქვე ახლო მყოფი ადამიანები ისე ეკეთებდნენ, რომ ხედავდნენ, რომ რაც არ უნდა ეთქვა ჩვენთვის, ვერც გვეუბნებოდნენ, თან ცდილობდნენ, რომ ეს რაღაც არ ყოფილიყავით ილუზიაში, მაგრამ ესე საშინელი სიტუაცია იყო და ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ აი ამ გარემოში იყო სანტიც, ჩემი შვილიც. და ჩემი ფიქრები იმ წამს იყო მიმართული იმაზე, რომ როგორმე ეს ბავშვი სახლიდან გამეშვა იმ წამს. და ამას ვაკეთებდი. ამას გგმავდი რა, რომ აი ჩქარასანტი წავიდეს სახლიდან. რომ მე რაც უნდა და მემართოს ეს იქნება, ბოლომდე გაგიჟება, ბოლომდე ისტერიკა, თუ რაც იქნება, რომ მე დამემართოს ეს ყველაფერი და არა იმ წამს რა, როცა ვახ მოკლედ რა შევეცადე რა, რომ ეკონტროლებინა და ეს ყველაფერი გადამედო შემდეგისთვის, როცა უკვე სანტი აღარ იქნებოდა იქ ოთახში. ზუსტად არ ვიცი ბოლომდე მიღებული მაქვს თუ არა, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად თვალი გავუსწორო, ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულ რეჟიმზე გადავრთე გონება. იმიტომ რომ აქ კონკრეტული გეგმები, მაქვს კონკრეტული მიზნები, რასაც უნდა მივყვე. ბევრად დიდი მოვალეობები, ვალდებულებები, პასუხისმგებლობები გამიჩნდა. ზოგადად არ ვარ ის ადამიანი, რაღაცა პრინცესა გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება ხელით მორთმეული აქვს რაღაცები, მაგრამ ლაშას მოკლედ ბოლო წლებში რაღაცნაირად ისე უმტკივნეულოდ გადაიბარა ძალიან ბევრი ეს მოვალეობები ლაშამ, ბევრი რაღაცები აიღო თავის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ლაშას მეგობარი გვერდით მიდგას, ჩემი მეგობარი, ოჯახის წევრებზე არა ალაპარაკი საერთოდ ყველა ადამიანი, მაინც ეს პასუხისმგებლობა არის რაღაცები, რაც მარტო შენია. მე ამ ყველაფერს თვალი უნდა გავუსწორო და ისე უნდა მივყვე, რა მოცემულობაცაა, სხვა გზა არ მაქვს. რომ მივხვდი, რომ ამ ემოციების კრებული, როცა გინდა რომ ყოველ წამს ამ ადამიანთან ერთად იყო, როცა რაღაცა ყველა ფიქრი, უკვე გეგმაც და რაღაცებიც ამ ადამიანს უკავშირდება, აი ამას მივხვდი, რომ იყო სიყვარული. ჩემში ამ დიდი ემოციების მოხეთქვა იყო ძრელთან დაკავშირებული და გადავიღე ფოტოზე და გავუგზავნე ლაშას და უთხარი, რომ კი მეც სიყვარხარ. როდესაც გაიგე, რომ ორსულად იყავი და შვილი გეყოლებოდა და უკვე როდესაც შვილი გეყოლა. ეს ორი ემოცია თუ შეგიძლია რომ ერთმანეთს შეადარო. ეს 9 წლის წინ იყო. და მახსოვს რომ ლაში სამსახურში იყო. და მე გავიგე რომ ორსულად ვიყავი. და ემოჯები როა ორსული სმაილიკის. ეგ გაუგზავნე. და ეგრევე დაიწყო ჩემზე ზრუნვა გაუთავებელი და აი შემდეგ უკვე სანტის დაბადების დროს ეს ნამდვილი ემოცია უკვე იბადება იმ წამს, თუმცა იმ წამს არ მოდის ყველაფერი ის, რაც შემდეგში კიდევ და კიდევ უფრო ძლიერდება
და ყველას ჩემს მეგობრებს ვეუბნები, რომ ეს მართლა მარტო დასაწყისია და რაც არ უნდა მითხრა ახლა, რომ კი გესმის, არ გესმის, იმიტომ რომ არც მე არ მესმოდა. ამ ყოველ დღე როცა ფიქრობ, რომ მეტი სადღა უნდა მეტი რაღა უნდა მოხდეს, მეტი როგორღა უნდა გავგიჟდე, გადავირიო ამ ემოციისგან, ამ სიხარულისგან, ამ სიყვარულისგან, არა, მეტი და მეტი მოდის. თუმცა პასუხისმგებლობებთან ერთად და ხვდები, რომ ეს ის გზა, რომელიც აი კბილებით უნდა გაიტანო, რომ მისი ცხოვრებაც შედგეს. დედა ჩემი ძვირფასი მეგობარია. დედა არის ის ადამიანი, რომელმაც კი ნამდვილად მომიწყუნა მთელი ცხოვრება. მეც 9 წლის ვიყავი სანტისნაირად, როცა მამა ჩემი გარდაიცვალა და დედა ჩემი დაგვრჩა მე და ჩემს დას, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს განათლებას, წარმატებას, ცხოვრებასთან მძიმე პერიოდზე ვყვები, რომელიც ყველასთვის მძიმე პერიოდი იყო და ჩემი ოჯახი არ იყო განსაკუთრებული, რომ რაღაც პრობლემები ქონდა 90-იანებზე ვყვები, როცა ყველა ოჯახს უჭირდა, ყველა ოჯახში რაღაც ხდებოდა და ამ დროს დედა ჩემი იყო 2 შვილით. ამიტომ დედა ჩემი არის ის გმირი ადამიანი, რომელმაც მიუხედავად ყველა პრობლემისა, ფინანსური პრობლემისა, თუ ყველანაირი პრობლემისა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე მემღერა. მე ფეხზე მდგარიყავი, მე მესწავლა, მე მქონოდა ის პირობები, რომ რაღაცა ლაღი ბავშვობა ჩემთვის როგორც შესაძლებელი ყოფილიყო, ყველაფერი მოეცა. მაგარი დედობისთვის მადლობა, მაგარი ადამიანობისთვის მადლობა, რომელსაც იმსახურებს. საომე ბაკურაძე, გოგო, რომელიც ყოველთვის გემოვჩან პოზიტივთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება. შენი საომე ბაკურაძე როგორია? ჩემი საომე ბაკურაძე ბევრად უფრო ღრმა ადამიანია და მელანქოლიურიც. მაგრამ კი ეს ჩემი პოზა არ არის. ეს ჩემთვისაც სიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იარაღია ერთგვარი, კი, ეს არის, მაგრამ ეს იარაღი პირველ რიგში ჩემი თავისთვის არის და შემდეგ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ჩემი წილი სითბო, სიხარული, ბედნიერება გავუზიარო. ამიტომ კი, რომცა არ შემეძლოს, შევეცდები, რომ გავიღიმო და ფეხზე ვიდგე მუდამ და ვიყო პოზიტიური. ძალას, პასუხისმგებლობასაც პრინციპში, მაგრამ ძალას და სიამოვნებას. ჩემი განცდილი სულყვები, რომ ეს იმდენად ორმაგი და ტურბო პროფესია, რომლითაც შენ იღებს სიამოვნებას, შენი განცდილი ნამღერით იღებს სიამოვნებას. რა არის შენი დაუვიწყარი ემოცია? რა არის ჩემი დაუვიწყარი ემოცია? ერთი უნდა გამოვყო აქაც. რა არის შენი დაუვიწყარი ემოცია, რომელიც ყოველთვის შენთან დარჩება? იმ ემოციების თაიგულია, რომელთაც შედგება ჩემი ცხოვრება. ხო, ეს შეიძლება ყოველთვის ემოცია სიხარულთან არ იყოს კავშირში, მაგრამ მთელი ცხოვრება მაინც შენს გვერდით იქნება. შენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს ყოველთვის შენთან იქნება. შეიძლება ვერ სახე შეიცვალოს, მაგრამ ჩემი წარსული ემოციებით, კარგით, ცუდით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით. ეს არის ის ემოციები, რომლითაც ცხოვრობ და ვაგრძელებ ცხოვრებას და ვიცი, რომ მთელი სიცოცხლე ბოლომდე მიმყვა.